დაპირისპირება სამხატვრო აკადემიაში თანამშრომელთა ერთი ნაწილი მთავრობის წევრების სახელზე მიმართვას წერს და ხელისუფლებას ძველი რექტორის დაბრუნებას თხოვს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რექტორი ირინა პოპიაშვილი ნიკა რურუას მიერ უკანონოდ იყო დანიშნული და საბჭომ მისი მოხსნის სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი და ახლანდელი რექტორის მომხრეები და მოწინააღმდეგები ჩვენს რეპორტაჟში. მიზანი მე რატომაც მოვედი აქ არის ის რომ ხარი დაუჭირო ქალბატონ ირინას. სამხატვრო აკადემიაში დღეს ხელმოწერების შეგროვდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ძველი რექტორის ირინა პოპიაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვს. მათი თქმით, რექტორის გასათავისუფლებლად ხუთკაციან საბჭოში კენჭისყრა მხოლოდ ფორმალურად და დარღვევით ჩატარდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ამგვარი გადაწყვეტილება ესე სწრაფად მიღებული, ისე რომ ჩვენ ამ ბრალდების შესახებ არაფერი არ ვიცოდით. და არანაირად გაფრთხილებულები ამაზე არ ვიყავით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრით ეს არის გადამეტება უფლებამოსილების. ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ ამაზე მოხდეს რეაგირება და ეს სამმა ადამიანმა პრინციპში მიიღო გადაწყვეტილება რექტორის გადაყენების, რომ ეს არ იყოს სამი ადამიანის, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება. პროფესორ-მასწავლებელთა მეორე ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და განმარტავს, რომ ირინა პოპიაშვილს უფლებამოსილება საბჭომ კანონიერად შეუწყვიტა. აკადემიის საბჭომ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად თინა კლდიაშვილი დანიშნა. პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილი, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრსა და განათლების მინისტრს ძველი რექტორის დაბრუნებას ღია წერილით სთხოვს. მინდა უთხრა მაყურებელს, რომ 5 წევრიდან აკადემიური საბჭოში 4 იყო მომხრე გადაყენებისა. ერთმა დაიჭირა ყოფილი რექტორის პოზიცია. აკადემიურ საბჭოს აბსოლუტურად უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაუკითხავად რექტორის და შეიკრიბოს და გადაწყვიტოს პრობლემები ის, რაც კანონით შესაძლებელია. ამ კანონის დარღვევით ჩვენ მონაწილეობის არჩევნები არ გამიკეთებია და არც ისეთი არჩევნები არ გამიკეთებია, რომ რამე ზიანი მიაყენოს ქალბატონ ირინას ან სულიერი ან თავმოყრობისთან დაკავშირებით. პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რექტორის არჩევა აკადემიაში საჯარო მსჯელობის საფუძველზე უნდა მოხდეს. მეორე ნაწილი კი აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდის.